გადავყაროთ ნაგავი და შემოვიტანოთ წყალი. თიქი გუშინ თოვდა იქ თუ დაინახავთ მთაზე თოვლია ნახეთ იქ ცივა და არ გადნა აქ კი მაშინვე ეს გავდი და მივახტა ჩემი ყვავი უშკები ისევ ნერვიულობდი მეთქი რომ არ გაიყინონ არა კარგად არიან ცოტა კი სცივად ვატყობ მაგრამ ახლა უკვე იქნება კარგი ამინდი უი გარეთ შუქი უნდა ჩავაქრო ის ნახეთ როგორ მომწონს ჩვენი გარეთ ეს აქაც ქონდა მაგრამ ძალიან ძლიერი ქარი იყო და ჩამოწყვიტა მთლიანად რაღაცა მოწყდა და მეუღლე მინდა გააკეთო სამთხეებში აი იცით რა მინდა გაჩვენოთ ტალახი რომელსაც გუშინ ვსაუბრობდი აი უყურეთ როგორი არის ჩვენი ეზოდან გასასვლელი აი ასეთი ეს ჩემი იქით მარწყვი მაქვს სხვათა შორის კარგად ამოვიდა უკვე და უნდა მოვასუფთავო რომ გემრიელი გაიზარდოს აი ამ ტალახზე საუბრობდი ხალხო და მინდა გითხრათ ერთი რამ აი იქ ხედავთ რაღაცა არის დაყრილი ეს დაყარეს აი იქედან ტრასის შემოსასვლიდან ამ თელს ქუჩაზე და აქამდე მოვიდნენ. ყველა ვიყავით გარეთ, რა თქმა უნდა. მეუღლე ესაუბრებოდა ამ მუშებს და ეუბნება, ჩვენთანაც ხო დაყრითო. აი უბრალოდ შეხედეთ რა ადგილია. იქედან აი აქამდე ხო ჩვენ კიო, მოვიტანთო კიდეო იმ ქვას თუ რაღაცას და ერთი წელი გავიდა. და ნახეთ არ მოუტანი არაფერი და აი ასე დაგვიტოვეს უბრალოდ ეს არის უკვე ადამიანური რაღაც მომენტი როცა იქით დაყრი ხო ხრეშს თუ რაღაცას ქვას ან კი მოხვედი და აქეთ არ დაყრი მე ასე არ ვიზამდი მაგალითად წავედით ანუ კი ცივა ახლა ვავსებ უი ნახეთ ნახე როგორი თოვლია, ანუ კი თოვლია, ნახე ზევით მთაზე თოვლია ხედავ? აი ზევით უი ისე გაიკვირა რატო ვიღებთ წყალსაცავიდან იმიტომ რომ აქ არის ძველი მილები და არის გაყვანილი სარწყავი წყალი რომელიც არ ისმევა და ამიტომ ჩვენ მოგვაქვს იქედან სახლში გვაქვს კულერი და ასე ვსვავთ მაგრამ ეს წყალი უკვე უნდა შემოიტანონ აქ სასმელი წყალი და შემოვიყვანთ ჩვენთან ეს იქნება აი ერთი წელიწადში ადრი უთხარი იქუნას ძაღლებს აჭამ ასეთ ბოთლებში გვაქვს აი გავხსენი ეხლა დავასხავ დროზე შედით სახლში ცივა ჯერ აი ასე მე შევდივარ თქვენ რჩებით კარგად კარებს ვკეტავ ახლა შემოცვივიან შემოვიდა. გამიჩერდა ყავა.
ჩემი გავიკეთეთ ისინი მიყვარს დილით. დღეს არის მეგობრებო, არ ვიცი რომ მე გესმით ფილმების გამო, მაგრამ იქ გადავაგებით, რა დღე არის დღეს. როგორ გავატაროთ ეს დღე. ესეც მომზადეთ სორკინის წამალს C-ვიტამინთან ერთად უნდა დაედინოთ, რადგან ორგანიზმმა კარგად მიიღოს. მომზადოთ ესეც. მაგრამ მას სულ დილით არ სწავლობს. შუა დღეს კი სანამ შევჭამ. ეს მიყვარსაც. ეს ნახე სხვათა შორის YouTube ანალიტიკაში ვინ არის ჩემი გამომწვარი. ზოგი ადამიანი ძალიან გამიკვირდა, რადგან მიცნობენ, გამოწერილი აქვს ჩემი არხი, მაგრამ არაფერს არ მეუბნებიან. ნუ, იმაზე რომ აი ვიდეოს იღებან რაღაცა, ხო? მე მაგალითად ვკითხავდი ჩემი ოცნობს, ვიდეოს იღებან რაღაცა ასეც. ნუ, люди разные. ამიტომ უბრალოდ ალბათ არიციან რომ ნახვა შეიძლება. მოხაჩი დავიკეთოთ მაკარონი თავში ვათავსოთ. ყველიანი მაკარონი უნდათ. ადრე ვერ ვიღებდი ამ ფატკით, ამ პაჩებს დავაიხავ. ზოგადად ხელით ვიღებ ხოლმე. დღეს მოდი თასი გავიკეთოთ. აქაც შეიძლება პაჩები შეგიძლიათ გაიკეთოთ ყველანაირად როგორც გინდათ. ამას არ აქვს. ნუ ჩემთვის არ აქვს რაღაც პაჩების გაკეთების კანონები. გუშინ სამსაათი დავიწყე და რას ვაკეთებთ? ჩემი აღრიცხვი მოვიდა სამსახურიდან და როცა ვიან მოდის მე არ მიცინავს სანამ არ ესეთი პროექტი სხვათა შორის ეს მაკარონი ძალიან მომეწონა. ესე მოყვარს ჩემს მეუღლეს, ყოველთვის ჭამდა და მეც გამასწავლდა. ძალიან გემრიელი, მაგრამ ბავშვებს აქვს. და გაყვარს ესეთი. თან არ უნდა შემაგრაბდეს. გამერაცია იქნება და რაც უნდა გააკეთო კოდი უნდა გაბრაბოდა. აი როგორ გამზადები იმისათვის რომ ხორცთან უნდა ვიმოშლო. წარმოუდგენა არ გაქვს რა არის ეგ ჩემთვის. არის ჩი. დაგიმატე. კაი, დაგიმატებ. არა, ბევრი გაქვია.
რაც სახში ვარ, ურის ჭამა დავიწყე. ურის ჭამა. და ნუ ალბათ მეტყობა ხო? ერთი კვირა პილატესს ვაცდე. მუხლი მткиოდა. და ვარ სახში და ჭამხურს, მაგრამ ხვალიდან აღარ შევჭამ. გადავიდეთ ცოტა ხანი. 1-5 წუთი სანამ ესენი მშვიდაცი იქით ნახეთ. ეს ისე არაფერი. საწოლებია სალაგებია და გარეცხილი ტანსაცმელი კარადაში შესალაგებელი. ისე მაქვს დალაგებული ყველა კუნჭული სახლის და რატომ ახლა გეტყვით. ადგილი შევარჩიო. ესეთიც მინდა გესაუბროთ. აქ ალბათ. სასაუბრო ადგილი არ მაქვს. აქ ჩამოვჭდეთ, მიცადეთ. ყველაფერი ნახატებში გვაქვს თუ შეამჩნიოთ. და მას ვერაფერს ვერ ვუძნე. ჩამოვჭდეთ. ესე იგი. აქ სკამი მაქვს, ასე მყუდროდ ვჩდები ხოლმე, რომ ბავშვი არ გამირა. ზოგჯერ ასეთი მომენტები ჭირდება. თვითონაც იმისა, რომ ბავშვები ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდ როლს თამაშობენ. ძალიან დიდ. ესე იგი, დღეს არის დღე, ქართულად არ ვიცი. ნახეთ როგორ ბრწყინავს ჩემი თმა. მაგრამ ფერი არ არის ჩემი ღმერთო, ფერი არ მომწონს რაღა ვქნა. აბა მირჩიეთ რამე თუ გაქვთ მეთოდი, რომ ეს არ შევიღებო და გავიზარდო ჩემი ფერის თმა. დღეს არის весеннее равноденствие. ეს ნიშნავს იმას, რომ ბუნება იღვიძებს, ყველაფერი იღვიძებს, ასე ვთქვათ, გაზაფხულდა. თვლიან, რომ ამ დღიდან იწყება ეს ყველაფერი. ყოველთვის ეს ხედავდა სხვადასხვა დღეს. 20 მარტს შეიძლება არ იყოს მომავალ წელს, შეიძლება იყოს 19 მარტს, 18 მარტს, ან 21 მარტს. აი ასე. და მე ვგრძნობ ხოლმე, იცით როგორ? ასეთ მომენტებს რაღაცნაირად ვგრძნობ და 3 დღის წინ დავიწყე დალაგება. ყველა ტანსაცმელი დავახარისხე, ყველაფერი მოვაშო, რაღაცნაირად თვითონ მოხდა ეს და ბევრი ხალხისგან მსმენია, რომ ისინიც ასე აკეთებდნენ. ერთი კვირის წინაც კი ვინც დაიწყო დალაგება, დღეს ალბათ შოკში იქნება, რომ დღევანდელ დღეს ასე უნდა შეხვდე. ესე იგი, სახლიდან უნდა გაიტანო ყველაფერი ზედმეტი, უნდა დაახარისხო. იცით რამდენი ტანსაცმელი მაქვს იქ მილაგია ჩანთებში გასაჩუქებელი, მაგას ვაკეთებ, არ ვიცი, წელიწადში სადღაც 3-ჯერ, იმიტომ რომ ვიშორებ ამ ტანსაცმელს, რადგან არ ვხმარობ და თუ არ ხმარობს ადამიანი რაღაცა ნივთებს ტანსაცმელს მით უმეტეს, ახალი არ მოდის. ესე იგი, ეს ნივთი იკავებს ახალი ნივთის ადგილს, ასე ვთქვათ. და დღეს არის ის დღე, როცა ეს ყველაფერი უნდა დაალაგდეს და უნდა შეხვდეთ აი ასე ლამაზად, ბედნიერად, სისუფთავეში. სისუფთავეს იმაში ვინარ იმას კი არა, რომ იატაკი გქონდეთ გამოწმენდილი ან ჭურჭელი გარეცხილი. ტანსაცმელი და ნივთები დახარისხებული და ყველაფერი ზედმეტი მოშორებული. დღეს არ შეიძლება ყვირილი, ლანძღვა, გინება, ჩხუბი, რაღაც ნეგატიური ფიქრები და ასე შემდეგ. ამიტომ დღეს დავიწყე ისე დღე, რომ ყველა მიყვარს. ვინც არ მიყვარს, ისაც მიყვარს. იმიტომ რომ ეს დღე ძალიან დიდ ბევრს მოგცემს. весеннее равноденствие. აბა მითხარით თუ ვინმე მიცით, როგორ არის ქართულად.
კიდე ერთი დღეობა არის, ეგ იქნება მაისის დასაწყისში თუ აპრილის ბოლოს ხდება ახლა, ქვია ბალტან. ეს დღეობა არის, იცით რა დღეობა არის, როგორ აგიხსნათ? ჩვენი წინაპრები იხდიდნენ ამ დღეობას, როცა რგავდნენ, თესავდნენ, უფრო ხორბალს, იმიტომ რომ პურს აქვს თავისი სიმბოლური მოწოდება, ხო? პური არის, ყველაფერი ჩვენთვის, როგორ ვთქვათ, სიმბოლურად, ხო? პური, იმას კი არა, გულისხმობ თვითონ პურის, ზოგადად აი საჭმელი და ხორბალზე ვამბობ. ხო, ეგ დღეობა მაქვს ფოტოები ამ დღეობიდან, როგორ აღნიშნა შარშან და ძალიან ულამაზესი კომპოზიცია გამომივიდა და მე მიყვარს ასეთი ბუნებრივი კომპოზიციების გაკეთება და აუცილებლად გაგიზიარებთ ვიდეოს სახით, ფოტოებს ჩავსვავ, როგორ ვაწყობ მაგიდას, როგორ ვკრიფავ ამ მცენარეებს, ძალიან ბევრი მაქვს შეკრებილი, ასე ვთქვათ, ინფორმაცია კი არა, ფოტოები ამ დღეობებიდან და ზოგადად ძალიან შემიყვარდა მცენარეები, არ ვიცი, ადრეც მიყვარდა, მაგრამ ისე არა, ზოგი ყვავილი ადრე ჩემთან სახლში არ ხარობდა, იმიტომ რომ არ ვუვლიდი და არ ვიცოდი მოვლა და ეხლა მიყვარს, რაღაცნაირად სხვანაირად ვექცევი, არ ვიცი, ასაკიზბრალია თუ რისი ვერ ვხდები. ეხლა მე დღეს უნდა გავაკეთო კოტლეტი. როცა ხორცთან მაქვს შეხება, ყოველთვის ვფიქრობ ღმერთო, როგორ გავიმარტივო ეს. არ მინდა ვიყიდო. რაცაც ვაკეთებ ხოლმე მარაგს, ის მალე იხარჯება ჯერჯერობით, რადგან ბევრნი ვართ და იმიტომ. და მიმაქვს ხოლმე თან, თბილისში მიმაქვს საჭმელი, რადგან იქ არ ვაკეთო, იქ ძალიან მეზარება არც მაქვს დროშ საჭმელი ვაკეთო, იქ მაქვს დრო მხოლოდ გაცხელების და ჭამის. შუადღეს всё მორჩა იქ გაკეთება, ყავა მაქსიმუმ და ჩაი. და ამ წელს უნდა ვიყიდო, მაქვს მიზანი რომ გავაკეთო ასეთი მარაგი მაცივარში ყველაფრის. ზოგადად ვაკეთებ ხოლმე, მაგრამ ხვდები რომ ცოტას ვაკეთებ და უნდა უფრო მეტი გავაკეთო. სხვათა შორის ეს საყინულე მაცივრის მაქვს, პატარა, დიდი არ მაქვს. თვითონ მაცივარი არის უზარმაზარი და ქვემოთ ადგილში არის თვითონ მაცივარი და ზემოთ არის საყინულე. ხო და იმისათვის რომ ყველაფერი კომპაქტურად გავყინო, უნდა ვიყიდო ვაკუუმატორი. უნდა ვიყიდო, ხო ეს ამისათვის, ბევრი პარკები, ესეთი შესანახი, იმიტომ რომ ხილიც უნდა, ხილი კი არა, ეს მაყვალი, ჟოლო, ყველაფერი უნდა გავყინო, უნდა შევინახო. მერე ეს ბოსტნეულიც, შეიძლება რა კიდე ანუ ეს ხორცის რაღაცებს ისედაც გავაკეთებ, ისედაც გავყიდავ, უბრალოდ მე ვამბობ, აი ზაფხულის მარაგის და მინდა ვიყიდო ჩირის აპარატი. აი ხო იცით, ბევრი ის რო აქ სართული, ასეთი მრგვალი, ან მართკუთხედი, ან ოთხკუთხედი, არ ვიცი, არის ჩირის აპარატი და იქ შეგიძლია გააკეთო. პომიდორი, რომელიც არის ნახევრად დალინი, არ ვიცი როგორ ქვია ქართულად, ღმერთო, რამდენი სიტყვა არ ვიცი ქართული. მაგას აკეთებენ ჩირის აპარატში ან ღუმელში, მაგრამ ღუმელში უნდა იყოს 12 საათი დაბალ ტემპერატურაზე და მერე ამ პომიდორს ჩემი დაქალი აკეთებს ღუმელში, სასწაულია, მაგასაც არ აქვს ჩირის აპარატი და იმედი მაქვს ალბათ ჩვენ ერთად ვიყიდით. მერე ამ პომიდორს დებ ასეთ ქილაში, პატარაში ან დიდში, უფრო პატარაში, იმიტომ რომ ძალიან ცოტა ვდება ეს პომიდორე, დებ მანდ როზმარინი, ცოტა ნიორი, ოლივის ზეთი, ოლივის მზესუმზირის ზეთის ხილის ზეთი და არის უგემრიელესი საჭმელი. ჩირისთვის მინდა ეს აპარატი, ერთი სიტყვით, მინდა ვაკუუმატორი, ჩირის აპარატი, კარგი სამზარეულოს კომბაინი, რომ იყოს ყველაფერი ერთად და არა ეხლა მე მაქვს ჩოფერი ცალკე, ბლენდერი ცალკე, ის ხორცის გასატარებელი მანქანა ცალკე, ესე არ მინდა, ამას არ ვიცი, არ მინდა, არ მომწონს, მინდა რომ იყოს ერთიანი და ერთი სიტყვით ასე. და კიდე რა მინდა? მაგარი სურვილები მაქვს, ხო? 34 წლის გოგოს
აქვს სურვილი იყიდოს ჩირის აპარატი. ასე. არა, მე რა თქმა უნდა სხვა სურვილებიც მაქვს რა ვიყიდო ჩემთვის პირადად და ზოგადად რა გავაკეთო, მაგრამ აი ეს ნივთები ძალიან გამიხარდება, ეს ტექნიკა. და კიდევ მინდა ვიყიდო კარაქის სადღვები აპარატი კი არა, ასეთი ქილა არის, შიგ არის მოთავსებული რკინისნაირი რაღაცა, ესეთი ჩემბებია სადრე ჰქონდა კარაქს აკეთებდა, ასეთი ალბათ თქვენს იცით სოფლებში იყო გრძელი ხის, ჰქონდა ასეთი სახელური, იქ ასხამდნენ ამ ყველაფერს და მერე ასე დღვებდნენ და გამოდიოდა კარაქი. და მე ავლებდა წყალში იმყოფებოდა ეს კარაქი, მე იღებდა და იყო უგემრიელეს და მეც მინდა გავაკეთო კარაქი. ყველი ვისწავლე, მაგრამ ყველს უნდა ძალიან ბევრი რძე და ვიფიქრეთ, რომ ყველს ვიყიდით ხოლმე იმ ქალბატონისგან, ვისგანაც ვყიდულობთ რძეს. აი ასე ვიფიქრეთ. იმიტომ რომ ჩვენ ვფიქრობთ იმაზეც თუ გათვლებში რა რამდენად ძვირი იქნება მე გავაკეთო თუ ვიყიდო მზად. თან ძალიან გემრიელი ყველი აქვს და მინდა ასე გავაკეთო კარაქი. მე თვითონ, მაგრამ ეს რაღაცა კარაქის ესეთი ქილა არის როგორ გითხრათ, მარაგი არ არის არსად. ადრე იყო ტემუზეც, ადრე იყო AliExpress-ზეც, იმ რუსულ საიტზე Wildberries-ზეც იყო, მაგრამ ეხლა არ არის და არ ვიცი სად ვიშოვო. უბრალოდ ყველგან დავათვალიერე, მაგრამ არ არის და ვნახოთ. თუ სადმე ვიშოვი, ძალიან კარგი იქნება. ძალიან მინდა. პატარა, დიდი არ მინდა, იმიტომ რომ ჩვენ ეხლა ბევრი არ გვჭირდება. ძალიან. კილოგრამებით არ მინდა, 1 კილოს თუ გავაკეთებ, კაია, მორჩა. თან სახლის რძის კარაქი ისეთია, რომ ვერ შეჭამიმდენს დავუშვათ როგორც მაღაზიის თუ გაიკრავ თუ წაიკრავ თუ როგორ ვთქვა. პურზე ძალიან თხლად უნდა გააკეთო, იმიტომ რომ ცოტა ცხიმიანია, მაგრამ ნატურალურია და ჩვენ მივდივართ იმისაკენ, რომ გქონდეს ყველაფერი ნატურალური და ბავშვებს ვაჭამოთ კარგი ჯანსაღი საკვები. ეს ზოგადად ჩვენი მე და ჩემი მეუღლის საერთო მიზანია. ძალიან მახარებს ეს. აი ასე. როცა შენ და შენს ადამიანს ვისთან ცხოვრობ, გაქვთ საერთო მიზნებიც, თქვენი ცალ-ცალკე მიზნებიც, საერთო მიზნებიც, ეს არის ძალიან კარგი, რადგან ადამიანს მე ვფიქრობ, უნდა ჰქონდეს ვინც ერთად ცხოვრობთ, ერთი რაღაც საერთო, ან ორი რაღაცა პროექტი, რაღაცა დიდი მიზანი და თავისი მიზნები აუცილებლად. იმას ცალკე, მე ცალკე. აუცილებლად უნდა მივცეთ ერთმანერთს იმის საშუალება, რომ ცოტა გავცალკევდეთ, თუ როგორ თქვა, იმიტომ რომ არ შეიძლება ისე გააკეთო, რომ შენი მიზნები დაივიწყო, შენი რაღაც სურვილები დაივიწყო და იცხოვრო მხოლოდ იმ ადამიანის ცხოვრებით. ასე არ შეიძლება და ასე ცხოვრობს ძალიან ბევრი და ეს არის ძალიან სამწუხარო. რამდენ თემას შევეხე დღეს. იცით რატო ბავშვები ზიან ძალიან მშვიდად. ძალიან გამიკვირდა. თან მიყურებენ, ხედავენ რომ ვიდეოს იღებ, ზოგადად ვიდეოს რო ვიღებ, მაშინაც ჩემთან მოდიან და ასე მეკარგები ყველაფერი, ვერ ვიღებ ბავშვებთან ერთად. აურზაური, პეპელა შემოფრინდა. საიდან მოხვედი? ზედ პატარა თეთრი. ეხლა მე გავიტანამ ყველა ჩემს ჩანთას გარეთ. რაც შევაგროვე ტანსაცმელები იქ აივანზე და მერე წავიღებთ, უკვე ვიცი სად წავიღებ და მოვაშორო. მთავარია სახლიდან გავიტანო და ხვალანზე წავიღებთ უკვე. ჩემი შვილი, უფროსი, რაც ამ ყველაფერს ვალაგებდით ერთად, თავის ტანსაცმელსაც ახარისხებდა რა სჭირდება რა არა და უნდა მეთქი გავაჩუქო და მე ხვეწება რომ წავიღო ბავშვთა სახლში. და ეხლა მე არ ვიცი, უფრო სწორედ არ მინახავს ინტერნეტში.
სად არის ბავშვთა სახლი, ზოგადად როგორი ბავშვთა სახლი არის, სჭირდებათ ეს ყველაფერი თუ არ სჭირდებათ, იმიტომ რომ ზოგი ბავშვთა სახლი არის ისეთი, რომელსაც ალბათ აფინანსებენ, ან არ სჭირდებათ, ან პირიქით, ძალიან სჭირდებათ და ალბათ თუ იცით ამ ვიდეოს ქვემოთ გთხოვთ და მიწერეთ კომენტარებში, თუ არის ბავშვთა სახლები, სადაც შემიძლიათ წავიღო ტანსაცმელი. ძალიან ბევრი მაქვს. მოვიძიებ მეც ინტერნეტში არ მინახავს სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ გუშინ დამავიწყდა და ძალიან მეხვეწებოდა. მაგათ ჭირდებაო, წარმოედგინეთ. როგორ აზროვნებენ ახლანდელი ბავშვები. ძალიან მიყვარს ხოთაშორის აი ამ თანამედროვე ბავშვების საზროვნება, როგორ ფიქრობენ, მაგათი თავისუფალი, ასე ვთქვათ, ცხოვრების სტილიც მომწონს. მთავარია ბავშვს არ ჩაუკეტო, გადაუკეტო ეს ყველაფერი. ბავშვს უნდა მხარში დაუდგე, მით უმეტეს დედა. მე ყველაფერში უდგავარ მხარში ჩემს ბავშვებს, აი ყველაფერში. არ ვიცი როგორ აგიხსნათ. იმას, მაგრამ ჩემი თავიც არ უნდა დავიწყო, ჩემი მეუღლეც არ უნდა დავიწყო და ეს ძალიან რთულია. ეს ძალიან რთულია. იმიტომ რომ ზოგჯერ წყვილი წყვილს ავიწყდება, რომ წყვილია, მიხვდით? მაგრამ ეს არ უნდა დაივიწყოთ. მე ამას ძალიან ბევრი ვიმუშავე, ძალიან რთული იყო ეს. ყველა უნდა იყოს თავის ადგილზე, ბავშვი ბავშვის, მეუღლე მეუღლეს. და რეალურად ეს არის ცოტა რთული. იმ მხრივ რომ ყველას უნდა დრო დაუთმო, ყურადღება დაუთმო, შენი თავიც არ დაგავიწყდეს აუცილებლად, იმიტომ რომ პირველი არის შენი თავი, მე ვფიქრობ, მერე შენი და შენი მეუღლე, შენ და შენი მეუღლე და შემდეგ უკვე ბავშვები, რადგან როგორც მე ვფიქრობ, ხარ ბედნიერი შენ, ხართ ბედნიერი ორი ადამიანი, შენ და შენი ქმარი, ან შენ და შენი ცოლი და ბავშვები ავტომატურად ხდებიან ბედნიერები. 100%. და ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ბავშვს სადღაც მიაგდე და მშიერია და შენ წადი სადღაც პაიმანებზე იარე, არა, ეს არის უფრო ჩაღრმავებული, ასე ვთქვათ, მომენტი. და ეს ძალიან რთულია სიმართლე გითხრათ ამის გაკეთება, იმიტომ რომ ბევრი არ არის ასე მიჩვეული. ზოგი დედა როცა დედა ხდება, ავიწყდება ჯერ ეგერთი თავისი თავი ხო საერთოდ და ეს არის ძალიან რთული მომენტი, იმიტომ რომ ქალისთვის არის, საშინელება, როცა თავისი თავი აღარ ახსოვს. და ქმარი ხო საერთოდ აღარ ახსოვს და სულ ბავშვებში არის და ეს არ უნდა იყოს ასე. ამ დროს ქალს უნდა დაეხმაროს ვიღაცა. მე მაგალითად არავინ არ მეხმარებოდა. როცა ბავშვები გაჩნდნენ, ჩემები არიან რუსეთში, იქ ცხოვრობენ, კი მეხმარებოდა ჩემი მეუღლის დედა, მაგრამ ისიც მუშაობს და 24 საათი ბავშვთან ვერ იქნება, მაგალითად, კი მეძინა, ამაძლევს ასეთ საშუალებას, როცა აქ მოდის მეხმარება, მაგრამ მე ვამბობ სხვა დახმარებაზე. ეს მადლობელი ვარ, არის დახმარება, რა თქმა უნდა, მაგრამ შეიძლება ფსიქოლოგიც დაჭირდეს ქალს, შეიძლება მეც მჭირდებოდა ფსიქოლოგი, არ ვიცი, ვერ ვიტყვი, მაგრამ ეს ყველაფერი თვითონ გადავლახე. და ამან ისე გამაძლიერა, რომ არაფრის არ მეშინია გეფიცებით. არაფერი პრობლემის და საერთოდ არაფრის მე მგონი ამ ცხოვრებაში. და ზოგადად ქალი ძალიან ძლიერი ადამიანია, არსება. ასე, წავედი ახლა მეგობრებო. თქვენ თავი არ დაივიწყოთ, ძალიან ბევრ თემებს შევეხეთ ცოტა დღეს, მე ვფიქრობ, ძალიან მოვიდა ალბათ საუბარი და კარგ და ბედნიერ დღეს გისურვებთ. დღე კარგად, ლამაზად, გალამაზდით, ასე ვთქვათ, შემოუშვით ბედნიერება თქვენს სახლში. და იყავით პოზიტიური ადამიანები. დღეს ასევე არის კარგი დრო, კარგი დღე, 20 მარტია დღეს თუ არ თქვი ვიდეოში, არ მახსოვს.
რომ გავასუფთავოთ ჩვენი ტელეფონი არასასურველი ინფორმაციისგან, დაუშვათ ფოტოებისგან, მესიჯებისგან, აპლიკაციებისგან. ძალიან კარგი დრო არის ახლა და ეს უკვე გავაკეთე მე. სანთელს ვანთებ, საეკლესიოც დავანთე. ახლა ასეც ვანთებ უბრალოდ, ეს ჩემმა შვილმა გამიკეთა. ой, ძალიან მომხდა ცხირზე. კარგია. მაქვს ასეთი ბალახეულობების ჯადოსნური ყუთი, რომელიც მე განაყენეთ რამოდენიმე ვიდეოს წინ და აქ მაქვს აბზინდა. აბზინდა არის პალინი. აბზინდაზე რომ წაიკითხოთ ინტერნეტში და მოიძიოთ, არის ძალიან ბევრი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ დადებითად მუშაობს ეს ჩვენ გარემოზე, ენერგიებზე და როგორ ასუფთავებს ზოგადად ენერგეტიკას. ამ აბზინდით სუფთავდება ყველანაირი ენერგიები. დაუშვათ ტანსაცმელი, რომელიც მე უნდა ახლა გავაჩუქო, რას ვაკეთებ მე? ამ აბზინდას მოვათავსებ პარკში და ვწვალ, ასე ვთქვათ, იცით როგორ ვწვალ? არ იწვება ეს, უბრალოდ კვამლი აზდის. ახლა გაჩვენებთ. და აბზინდა ასუფთავებს ენერგეტიკას. მაგალითად, მე ეს ტანსაცმელი რომ მეცვა, მაგ ტანსაცმელს აქვს ჩემი ენერგიები, რა თქმა უნდა. და ეს ჩემი ენერგიები რომ არ გაყვეს და სხვა ადამიანს, ვისაც ვაძლევ ტანსაცმელს, არ გადაეცეს და ეს არის 100%-იანი ასე. ზოგ ტანსაცმელში ვიყავი ცუდ ხასიათზე შეიძლება, ზოგ ტანსაცმელში ვტიროდი შეიძლება, რა ვიცი, ყველანაირი არის მანდ ტანსაცმელი და ამას როცა აზდის კვამლი, ის ასუფთავს ენერგიას და ამ აბზინდას ვდებ პარკში და არის ერთი დღე სადღაც იგდევს ასეთი კვამლი აზდის, არ ვიცი ხედავთ თუ რა, ხო? და ასუფთავს ენერგეტიკას. ეს შეგიძლიათ ყველგან მოიძიოთ, ამაზე ინფორმაცია ძალიან კარგად მუშაობს. მე რას ვაკეთებ კიდე? მე ამოვიღებ და უბრალოდ ვაძლევ იმ ადამიანს, ვისაც სჭირდება. არ აქვს არცუნი, არაფერი. და უბრალოდ გრძნობ, რომ კარგი საქმე გავაკეთე, ახლა ჩემი რაღაც უარყოფითი ენერგიები არ გავატანე. შემდეგ აბზინდას ვწვავ აი ასე, აი აქ და დავდივარ ოთახებში, ყველა კუთხეში, ყველა კუნჭულში. და მე ვდებ აქ ფანჯარაზე, იმაზე. ხო, ფანჯარაზე და იწვება. ამისიც მჯერა რომ ასუფთავებს ენერგეტიკას. ეს მე გიზიარებთ, იქნება თქვენს დაგჭირდეთ. რადგან მე მაქვს ძალიან ბევრი პრაქტიკები, რასაც ვაკეთებ და ეს ყველაფერი ძალიან მჯერა ამ ყველაფრის და ძალიან კარგია და მიჯერეთ. შემდეგ ვიღებ დაფნის ფოთოლს, და ამასაც ვუკიდებ, ასე ვთქვათ, ცეცხლს. და ვდებ უბრალოდ სადმე ოთახში, აი ასე დავუშვათ ხო რამეზე, ასეთ რკინაზე, რკინის, იმიტომ რომ არ დაიწვეს არაფერი. დაფნას აქვს გადასარევი სისუფთავის სურნელი, ესე იგი, ყველა ოთახებში დგას რაღაც სასწაულის სისუფთავის სურნელი. აი სადეთ მეგობრებო, ამ დაფნას დებენ კიდე დაუშვათ მერე გავიგე სასტუმროებში, პატარ-პატარა სასტუმროებში სავარაუდოდ, თეთრეულში, რომ იყოს კარგი სურნელი და ძალიან კარგია. მე გისმენანკე. ეგრე დაიწვება, ენახეთ? და ჩვენი წინაპრები რომ წაიკითხოთ. ამ ყველაფერს აკეთებენ და ეხლა არ დამიწეროთ, რომ ეს არის რაღაცა ეზოთერიკული, ცუდი რაღაც პრაქტიკები და ასე შემდეგ. არა, ამას აკეთებდნენ ჩვენი წინაპრები. ისეთი გამოსული ხალხი იყო, რომ ძალიან ბევრი რამ კარგი იცოდნენ და მე ამათი ძალიან მჯერა და ეს ყველაფერი რეალურად მუშაობს.
არსებობს, როგორც მე ვგრძნობ და როგორც ვიცი. ამიტომ ეს არ არის რაღაცა ჯადოები და ასე შემდეგ. შეიძლება ვიღაცა მიფიქროს ახლა რომ შენ ეკლესიის წინააღმდეგ მიდიხარ, ეკლესიის წინააღმდეგ არ მივდივარ. მე ვარ ქრისტიანი, ხო, მონათლული ვარ, ჯვარი მიკეთია, უბრალოდ ვიცი ასეთი რაღაცეები, რაც მე მომწონს და მე მეხმარება ყოველდღიურ ცხოვრებაში. მორჩა. და ზოგადად მე კიდევ თქვი წინა ვიდეოში, რომ ეკლესიასთან მე მაქვს ძალიან ბევრი საკითხი, ბევრი კითხვა. და როდის მე ვკითხავ? რა საკითხი მაქვს? აი ასე ჩემო კარგებო. ვირილაც მაქვს, ყველაფერი მაქვს ჯერჯერობით, მაგრამ მე იმ მაღაზიაში რო წავალ, უცებია წაგიბანთ. გულწითელა, კალენდულა. ნახეთ რა მაღაზია. ეს ნაყიდი აქვს კიევში. ეს ვირილაც საფრთხეს მაქვს. აი, და მაქვს კიდევ შენი ნაკრებული ვირილა ეზოში. ეს უფრო ფოთლიანია, ის არა. კარგ დღეს გისურვებთ. მოიშოროთ ყველა ნეგატივი თქვენი ცხოვრებიდან, ფიქრებიდან და საერთოდ ხალხიც კი. მთავარია მოიშოროთ თქვენ თავში ნეგატიური ფიქრები და შემდეგ უკვე ყველაფერი დავაგებო.